განსხვავება სწავლებაში და ამ სწავლების გამო რომ ხრისტე უფალია ხშირად ჩვენი წინაპრები ერთ დღეს 100,000 ეწამა ერთ დღეს 6,000 ეწამა ბევრი გარეჯი ეწამებოდნენ მუსულმანებისაგან ხრისტესწმენის გამო როგორც უფალი ეწამა ჩვენთვის და რა მოხდა ამით რომ ეწამა სომაიც ის არის ის მოხდა რომ ჩვენსვინდა მე აღდგომით გაიღო 60 კარები და ადამიანებმა რო შეცვლა დაიკეტა 60 კარები და ჩვენ ქრისტიანები გვქვია ჩვენ გჯერა რომ უფლის მასვი ჩვენსვინდა აღდგომით გაიღო 60 კარები და მას მე ჩემს ცხოვრებაში ვხედავ 95 დამოსვარი ვარ რომ ეს აღსარება ზიარება და შვიდი ზეთის ცხება არ არის მარტო ტრადიცია ის რომ ქართველი ვარ და მე-4 საუკუნიდან ქრისტიანები არიან ჩემი წინაპრები მე ვხედავ რეალობაში რომ როგორც მოძღვარი შილად მეზახიან მოძღვარს რეანიმაციაში იმიტომ რომ ექვიდან ჩამოწეული ფასეთქება შვიდი ზეთის ცხებით ხშირია შემთხვევები ეს სიმსივნე რო ქვია ხშირად იკურნება აღსარება ზიარები და აქედან რას ხედავ რომ ეს მარტო ტრადიცია კი არ არის ნავთობითაც ბევრი იკურნება ნავთობა ჯვის ის რა ქვია აღსარება ზიარება და შვილი ეს არის რეალობა რეალობა რო არ იყოს მაშინ უკუნება ესენა როგორ განიკურნება რეალობა რო არ იყოს მაშინ ექვიდან ჩამოწერი როგორ დადგება ფეხზე ესე იგი ეს რეალობა ეს არის ჭეშმარიტება და ზეციური ცეცხლი ხშირად მოყვას მაგალითი მე-4 საუკუნიდან დღემდე მადო გადმოდის მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვის შემდეგ ასევე მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით მდინარე იორდანე ზოგან მოსმეთი მიჩვენე წესი გადამოსვა არის და მეორე არის კიდევ 19 იანვარს პატრიარქის ესე იგი წერია ფსალმუნებში რომ ეს დაეწერა 3000 წლის წინ რომ იორდანე უკან ეხევს ეს მართლაც მოხდა როცა უფალი იორდანი ჩავიდა და მოინათლა ასევე ყოველწლიურად 19 იანვარს პატრიარქის ლოცვით წაიკითხავს ამას და ჯვარს უჩადებს 15 წამი უკან ეხევს ფართო მდინარე იორდანეს რვანდოს ზოგმეთი მანახი ასევე 19 იანვარს ნებისმიერ ადგილას ვაიღო წალი ეს ამერიკა რუსეთი არგენტინა იქნება თუ საქართველო თუ თურქეთი არ გაბუჯდება იმიტომ რომ თემ სოფლიოში იკუთხება წყლები და შეგიძლიათ თუ წმენა გაკლია დაიღო და არ გაბუჯდება გაგახაროთ მეთმა დაგვეცოთ ის ძალობა ის მაგ